2005 წლის 8 იანვარს ერთმა კაცმა სახელად მარტინმა თავის საფოსტო ყუთში რაღაც უცნაური ამანათი იპოვა. გაკვირვებულმა სახლში შეიტანა და გახსნა. შიგნით მარტო ერთი რამ იდო. ვიდეოკასეტა, რომელსაც არანაირი წარწერა არ ჰქონდა და არც რაიმე წერილი მოჰყვა, რომ მხვდარიყო ვინ გამოუგზავნა. ინტერესის გამო მარტინმა კასეტა კამერაში ჩადო და ფლეის დააჭირა. იმან რაც ფირზე ნახა, შოკში ჩააგდო. ვიდეო თითქმის 1 საათი გრძელდებოდა. მასზე ჩანდა კაცი, რომელიც საწურებით ყვებოდა თუ რა საშინელების ჩადენას აპირებდა, როგორ შეიტყუებდა მცუღებელს თავის სახლში და რა ხელნაკეთ მოწყობილობებს გამოიყენებდა. Get the information that I need out of this person. I'm not trained in torture methods, which is what I'm gonna have to make do. I got my drill here. The reason why it's got this fucking padding on it is just to try to silence it a bit because I'm in an apartment. I got gags, fucking socks, got lots of fucking duct tape. I got a soldering iron. Cute. Rather crude implements, I think can work wonders, especially if it's used in the right way. But I'm not trained. I don't know how to fucking do this. I don't even want to fucking do this. God damn it. Oh, we gotta see this. This is not for torture, but man, it could be. The Stun Master. 775,000 volts. You gotta hear this puppy. მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო, რომ მარტინმა ეკრანზე მყოფი კაცი იცნო. ეს მისი ახლო მეგობარი, რიკი როდრიგესი აღმოჩნდა. ადამიანი, რომელიც სექტაში გაიზარდა და სადაც წლების განმავლობაში გამუდმებით ძალადობდნენ მასზე. მან ეს ვიდეო გამოსამშვიდობებლად ჩაიწერა, სადაც ხსნიდა, რომ თავის მასწავლებელზე შურიზიებას აპირებდა. I suppose the main reason is that I want there to be some record of the way I feel, my ideas. ზუსტად იმავე დღეს რიკიმ თავისთან მიიყვანა ერთ-ერთი ქალი, რომელიც მას სრდიდა. მკვლელობამდე აიძულა ყველაფერი მოეღულა, რაც კი იცოდა. ამის მერე სხვა ქალაქში წავიდა, ცოლს დაურეკა და ყველაფერში გამოუთხდა. მაგრამ იმის მაგივრად რომ შურიზიება გაეგრძელებინა, თავი მოიკლა. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რიკის ეგონა, რომ შურიზიებას სიმშვიდეს მოუტანდა. საბოლოოდ კი ამან უბრალოდ შიგნიდან გაანადგურა. ის სექტა კი დღემდე ჩვეულებრივად არსებობს. ამ შემაშფოთებელ ვიდეოში ქალი თავის მეზობლის სახლს ვიდეოს უღებს, რადგან მის გარაჟში რაღაც უცნაური ხდება. ეს ყველაფერი იმიტომ იყო ასეთი საეჭვო, რომ მეზობელი საერთოდ არ იყო სახლში. ისინი სხვა ქვეყანაში დასასვენებლად იყვნენ წასულები, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარაჟში შუქი აინთო. ამ ქალმა, ვინც ვიდეო გადაიღო, უბრალოდ გვერდით ჩაუვარა სახლს და ზუსტად მაშინ შეამჩნია ეს ყველაფერი. თუ კარგად დააკვირდებით რა ხდება, დაინახათ, რომ ვიღაცის სილუეტი წინ და უკან დარბის, თან საკმაოდ სწრაფად. ეს ბნელი ფიგურა ამას რამდენიმეჯერ აკეთებს. მერე კი უცბად ჩერდება და გარაჟის ფანჯრიდან იხედება. თითქოს ზუსტად იმ ქალს უყურებს, რომელიც ამ ყველაფერს ვიდეოზე აფიქსირებს. თუ მეზობლების სახლში არ იყვნენ და სადღაც შორს იყვნენ წასულები, მაშინ ვინ ან რა იყო ეს? დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი ეს ვიდეო კი კარგად აჩვენებს არაბული ინტერნეტის საშინელებას. აქ ხედავთ კაცს, რომელიც ეგრეთ წოდებული ჯინების ქალაქში დახედიალობს. Listen.
الله أكبر بسم الله بسم الله الرحمن الرحيم سمعتوا صوت الأذان؟ والله كان في أذان دلوقتي ჯინი უბრალოდ ძველი ლეგენდების სული კი არ არის. უყვამლო ცეცხლისგან შექმნილი არსებაა. მათი ძირითადად მუსულმანებს ჯერათ, მაგრამ ამბობენ, რომ ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ. ზოგი მათგანი მარტო გვაკვირდება, ზოგი რაღაცებს ჩურჩულებს. ხოლო ყველაზე საშიშები კი პირდაპირ შენს ცხოვრებაში ერევიან, გაშინებენ და შეუძლიათ მოქკლან კიდეც. ინტერნეტში უამრავ ვიდეო დევს, სადაც ეგრეთ წოდებული ჯინები ჩანან, მაგრამ ნახევარზე მეტ კი რა თქმა უნდა ყალბია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მართლა ძალიან საშიშია. სხვათა შორის ჯინებს ფორმის შეცვლა შეუძლიათ, ადამიანად ან ცხოველად გეჩვენებიან. ზუსტად ისე, როგორც ამ ვიდეოში, სადაც კაცი ჯინს გადააწყდა. الجن ولا من الإنس؟ احكي لي. أنا ما بخاف من الجن بإذن الله. أنا من الجن. يعني أخاف؟ مش راح أخاف. سؤال ليش هيك واقف؟ სხვათა შორის ჯინები სხვადასხვანაირები არსებობენ, კეთილები, ბოროტები, მორწმუნეები და ურწმუნოები, მაგრამ მათი უმეტესობა სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანებს ღმერთის რწმენაში შეუშალოს ხელი და სწორგზას ააცდინონ. და კიდევ როგორც უკვე გითხარით, ჩვენს ცხოვრებაში იმიტომ ერევიან, რომ მაქსიმალურად გაგიმწარონ ცხოვრება. ასე რომ იცოდე, რომ თუ სიბნელეს შევდესმე იგრძნობ, რომ ვიღაცა გაკვირდება, შესაძლებელია სწორედ ისინი იყვნენ. აი ამ ვიდეოში კი ახალგაზრდა გოგო სახელად კაილა ჰყვება, რომ ერთხელ მოჩვენება დაინახა, როცა ის სულ რაღაც 3 წლის იყო. დეიდა მისი მაგიდასთან ვიდეოს უღებდა და უცბად აი ეს ხდება. Don't come in here. Okay, stay in there. Stay in there in the library. Don't come in here. Okay? I won't let you anymore. I'm not gonna get. Who you talking to? I don't like that. Who you talking to? I don't want to shout. No. Huh? I don't like that one. Well, who? You don't like who? What, baby? Like what? ამ ვიდეოს გადაღებიდან 10 წელზე მეტი გავიდა და კაილა უკვე 18 წლისაა. როგორც თავად ამბობს, ეს ამბავი თითქმის აღარ ახსოვს. ამ ვიდეოში კი ხალხმა კამერაზე სკინვოლქერების ნამდვილი ხროვა გადაიღო, რომლებიც ადამიანების ჯგუფს ენადირობდნენ. ვიდეოს წყარო და ისტორია უცნობია, მაგრამ დაწერეთ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. სკინვოლქერები ინდიელების, კონკრეტულად კი ნავახოს ხალხის მითოლოგიის ძალიან საშიში არსებები არიან. ლეგენდის მიხედვით, სკინვოლქერები არიან ბნელი მაგიის მქონე ადამიანები, რომლებსაც ნებისმიერ ცოცხალ არსებად გადაქცევა შეუძლიათ, თუ მის ტყავს მოირგებენ. აქედან მოდის სახელი სკინვოლქერი, ანუ ტყავში მოსიარული. მაგრამ მაქციებისგან განსხვავებით, რომლებიც უნებლიეთ გარდაიქმნებიან ხოლმე, სკინვოლქერი მხეცის ფორმას შეგნებულად ირჩევს. ყველაზე ხშირად კოიოტად, მგლად ან ბუდი ქცევიან, თუმცა ნებისმიერ სხვა ცხოველად ან ადამიანად შეუძლიათ გადაიქცნენ. ნავახოს ხალხისთვის სკინვოლქერი ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი არსებაა, რომელიც ლამის ეშმაკთანაა გაიგივებული. ითვლება, რომ სკინვოლქერი რომ გახდე, ადამიანმა რაღაც საშინელება უნდა ჩაიდინოს, მაგალითად ოჯახის რომელიმე წევრი მოკლას. ამის მერე კი იღებს უნარს შეიცვალოს ფორმა, იმოძრაოს არაადამიანური სისწრაფით და თავისი მსხვერპლის ფიქრებში ან სიზმრებში შეიჭრას. ხალხი ამბობს, რომ სკინვოლქერების ნახვა იუტას, არიზონას და ნიუ-მექსიკოს უდაბნოებშია შესაძლებელი. განსაკუთრებით კი იმ ცნობილ ადგილას, რომელსაც სკინვოლქერების რანჩოს ეძახიან, სადაც სულ რაღაც უცნაური ხმები ისმის, მანათობელი ბურთებია და ცხოველების გაქრობა ფიქსირდება. სხვათა შორის ზოგს გონია, რომ სკინვოლქერები აპაჩის მთებში არიან, რაც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაწყებული ადგილად ითვლება. ისე ნავახოს ხალხი ამ სიტყვას ხმამაღლა თითქმის არასდროს იძახის, რადგან სჯერათ, რომ ამან შეიძლება მათი ყურადღება მიიქციოს. ამ ვიდეოში გოგონამ ის ჩრდილებივით ფიგურები აჩვენა საზოგადოებას, რომლებიც მის სახლში ყოველღამე ჩნდებიან.
ცდილებივით ფიგურები, ეს დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის ადამიანის მსგავსი არსებები არიან, რომლებსაც ზოგი მარტო ძირის დამბლის დროს ხედავს, ან ბავშვობაში ყავთ ნანახი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მათ ცხადში ხედავენ. ეს ფიგურები ძირითადად ისეთ სახლებში ჩნდებიან, სადაც ძალიან ცუდი ენერგიაა. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ მუდმივი არეულობა, ან ყოველდღიური ჩხუბი, ყვირილი და სახლში არსებული ცუდი აურა. ძირითადად ეს არსებები უბრალოდ გვაკვირდებიან ხოლმე, მაგრამ თუ აგრძნობინე რომ შეამჩნიეს, შეიძლება საკმაოდ აგრესიულებიც გახდნენ. ამასობაში დასასრულს მიუახლოვდით. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ ეს ასე იყო, გთხოვთ რომ არ დაგეზაროთ და ლაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამორჩით მორიგი საინტერესო ვიდეოები. იგი დროებით და გემშვიდობებით. ნახვამდის.